9 თებერვალი 2025 წელი. დედაქალაქში გაზი ავარიულად ითიშება და ცივ ზამთარში გათბობის გარეშე 150,000 აბონენტი რჩება. თბილისი ენერჯი ნახევარ მილიონამდე მოსახლეს საჯარო განცხადებაში, ბუნებრივი აირის მიწოდებას. დაზიანების კერის აღმოჩენიდან მალევე ჰპირდება და პარალელურად დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღსადგენად სამუშაოებიც იწყება. წინასწარ საჯაროდ დათქმული ვადები რამდენჯერმე გადაიხედა. ცვლადი ინფორმაციის განახლება ნელდება და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იკლებს სამუშაო პროცესიც. რამ გამოიწვია სტრატეგიული ობიექტის დაზიანება. კომპანია თბილისი ენერჯიში გაზსადენის მილის დაზიანება რომ უცხო პირის ზემოქმედებით მოხდა, ამ პოზიციას შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ სემექსში გამართულ საჯარო მოსმენაზეც არცვლიან. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერმა თბილისელების უგაზოდ დარჩენაში მესამე პირის ბრალეულობა ჯერ ისევ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად გამორიცხა. აღნიშნული მაღალი წნევის გაზომარაგების მილი დაზიანებული იყო თვითონ უშუალოდ გადაბმაში და ამ ეტაპზე იმაზე საუბარი რომ ვინმე მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. ზიმეტექნიკის კვალი არა მარტო არსებობს ფაქტებიც, რომ ზიმეტექნიკა მოძრაობს მაგ ტერიტორიაზე, მათ შორის უშუალოდ მილსადენის თავზე, რაც ბუნებრივია გარკვეულზე გადასახდეს მილსადენის ფუნქციონირებაზე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით უნდა იყოს გასადანებთან ტექნიკური რეგლამენტი, გასადანებთან მიმართებაში არსებული მოქმედი ტექნიკური რეგლამენტები აბსოლუტურად დაცული, იმისათვის რომ კომპანიამ ყისიერად შეძლოს რეაგირება. თბილისი ენერჯიმ სემექსში საჯაროდ წარმოადგინა ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ დაზიანებული მილსადენის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მოძრაობს, რამაც შესაძლოა გაზსადენის დაზიანება გამოიწვია. მათი შეფასებით, ადგილზე აქტიური განაშენიანების პროცესია. დადგენილ წესებს კი არავინ იცავს. თბილისი ენერჯიში აცხადებენ, რომ საკითხზე კომუნიკაცია ბოლო წლებში თბილისის მერიასთანაც არაერთხელ იყო. სემიკის თავმჯდომარე კი გვიხსნის, რომ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მიმდებარედ კონტროლი და პერიოდული მონიტორინგი აუცილებელია. დავით ნარმანიას შეფასებით, მსგავსი ტერიტორიების მარკირება დაზიანებების პრევენციისთვის სამომავლოდ აუცილებლად უნდა მოხდეს. სწორედ ამ არეალში არ უნდა ხდებოდეს თავისუფლად დაშვება, ისევე როგორც ურბანული განვითარება და მნიშვნელოვანია ის, რომ ასევე სათანადოდ იყოს მონიშნული ეს ადგილები, სადაც გადის აღნიშნული მილსადენები, პერიოდულად უნდა ტარდებოდეს მისი მონიტორინგი. ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვალთ ინიციატივით, ისევე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაშია, რომ საშუალო და მაღალი წნევის მილსადენები იყოს მარკირებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი ნაწილი მიწისქვეშ არის და უხილავია, ზედაპირულად იყოს მათზე დატანილი შესაბამისი მანიშნებლები, რათა იმ პირებმა, ვისაც შესაძლოა არ ქონდეთ ინფორმაცია მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციის შესახებ, იცოდნენ, ამიტომ ესეც გარკვეული პრევენცირებელი ღონისძიება იქნება. ინფორმაციულ შიმშილს შეადარა სემეკის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კომუნიკაცია, რომელიც თბილისი ენერჯის წარმომადგენლებს გაზსადენის ავარიული დაზიანების დროს აბონენტებთან ჰქონდათ. ენერგოომბუდსმენი ამბობს, რომ მათ უწყებაში უკმაყოფილო მომხმარებლების არაერთი სატელეფონო შეტყობინება შევიდა, რადგან კომპანიასთან ცხელი ხაზის ან სოციალური ქსელის მეშვეობით დაკავშირება შეუძლებელი იყო. ყველაზე დიდი დატვირთვა ჰქონდა კომპანიას COVID პანდემიის დროს და მაშინ დღეში შემოვიდა 9,000 ზარი. დღევანდელ ავარიებზე 30,000-მდე ზარი შემოდიოდა, რაც ტექნიკურად ჩემი თვალსაზრისით, თუმცა ამაზე შესაბამისი დარგის სპეციალისტებიდან ექსპერტები იყვნენ ფაქტით, პრაქტიკულად სისტემისთვის შეუძლებელია მსგავსი ზარების პასუხი და შემდეგ გენერირება. მომხმარებელი ვერც ერთ ნომერზე, call ცენტრი იყო ეს თუ ცხელი ხაზის ნომერი იყო და თქვენ მე იქ აღმოჩნდეთ, რომ საავარიო სამსახურზეც კი დაიწყო მომხმარებელმა არასწორი ინფორმაციების მიწოდება. აი ესეთი კოლაფსი არ უნდა გამოეწვია თავისთავად ამას, რომ მომხმარებლებს არასწორი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია ქონოდათ კომპანიასთან, სადაც საავარიო ჯგუფები გამოიძახეს იქ, სადაც არ იყო გამოსაძახებელი და მსგავსი ტიპის ახსნა-განმარტებები უნდა დაედო ალბათ კომპანიას. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამბობენ, რომ საკითხზე მოკვლევა გრძელდება. მათივე ინფორმაციით გაზსადენის დაზიანების მიზეზს საგამოძიებო უწყებებიც სწავლობენ. თუმცა რამდენად დაადგენს გამოძიება მესამე მხარის ბრალეულობას რთული საპროგნოზოა. საგამოძიებო უწყებებს მერვე თვეა ჯორჯიან Water and Power-ის ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევა გაუხსნელ საქმეთა ჩამონათვალში აქვთ. როცა ზაფხულში წიწამურთან წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო 100,000 აბონენტი 10 დღე წყლის გარეშე დარჩა.